პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან მოლაპარაკებების წარმოების თაობაზე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პირველი პირის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მიხეილ სააკაშვილი მმართველ გუნდს დიალოგისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი განცხადებით და მორიგის სიცრუის ტირაჟირებით სამწუხაროდ კვლავ ცდილობს გაგვაღიზიანოს, უარი გვათქმევინოს ჩვენს პოლიტიკურ გეგმაზე და ამით თავი დააღწიოს ჩვენს მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. ამიტომაც ვაცხადებ, რომ მართალია სრული სიცრუეა ის, რომ მეოდესმე ვინმეს ნაციონალური მოძრაობის განადგურებისაკენ მოვუწოდე, მეტიც ამგვარი ტერმინოლოგია სწორედ ნაციონალური მოძრაობის ლექსიკაში მოიპოვება, რისი ერთ-ერთი ნიმუშიც იყო არჩევნების წინ ოპოზიციის როგორც კლასის განადგურებისაკენ მოწოდება. მართალია 8 თებერვლის დალადობის ფაქტები უმეტესწილად მისივე გუნდის წევრების წინასწარ დაგეგმილი გამომწვევი ქმედებებით იყო პროვოცირებული და არც პრეზიდენტის დაცვის 3500 კაციანი სამსახურის წარმომადგენლებს მიუღიათ მონაწილეობა წესრიგის უზრუნველყოფაში. მართალია უმძიმესი მოსათმენია, როდესაც 7 ნოემბრის და 26 მაისის ვანდალური აქტების მთავარი შემოქმედი აქეთ გვიკითხავს მორალს 8 თებერვალთან დაკავშირებით, მაგრამ ქვეყნის წინაშე ნაკისრი ვალდებულება მაიძულებს კვლავ დავადასტუროთ 9 თებერვლის განცხადებაში ჩემს მიერ გაკეთებული შეთავაზება. უცვლელია ჩვენს მიერ შეთავაზებული დღის წესრიგიც. პრეზიდენტისთვის პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის შექმნის უფლების ჩამორთმევის თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილებებზე პარლამენტში კენჭისყრის პროცედურების დაწყება, ინტერფრაქციული შეთანხმების მიღწევა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის თაობაზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელიც უცხოელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით მოამზადებს კონსტიტუციაში შესატანი სხვა ცვლილებების პროექტს, მათ შორის წინადადებას კონსტიტუციის პრეამბულაში ქართული ერის ისტორიული ევროპული არჩევანის ასახვის შესაძლებლობის თაობაზე, სამუშაო ჯგუფის შექმნა ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ოპერატიული რეაგირებისთვის და პოზიციების დაახლოებისთვის. ამასთანავე მინდა ყველასთვის ცხადი იყოს, რომ არ ვაპირებთ უპერსპექტივო და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში შესვლას და ამით მესთვის დროის მოგების საშუალების მიცემას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმასაც, რომ დემოკრატიული სამყაროსთვის უპრეცედენტო კონსტიტუციური ნორმების გაუქმებაზე პრეზიდენტისა და მისი გუნდის თანხმობა ცხადია მათი დასაბუთებული შენიშვნების გათვალისწინებით, თუ ასეთი აქვთ და პარლამენტისათვის კუთვნილი უფლებების დაბრუნება იქნება მათი სიტყვების საქმე დადასტურება, რაც გახსნის გზას ყველა სხვა საკითხის მოგვარებისაკენ. ამ შემთხვევაში ვიმედოვნებ პარლამენტში შეძლებს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენების უახლოეს ხანებში მოსმენას, რაც შეეხება მოლაპარაკებებს პარლამენტის თავმჯდომარეს არც არასოდეს შეუწყვეტია დიალოგი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. ვინაიდან პირველი რიგის საკითხები საპარლამენტო ფორმატშია გადასაწყვეტი, იგი მზად არის დაუყოვნებლივ გააგრძელოს კონსულტაციები და საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტსაც პროცესის განვითარების კვალობაზე. რა თქმა უნდა, მეც მზად ვარ ამ შეხვედრებში მონაწილეობისთვის, ნათქვამია განცხადებაში.